გამარჯობა, განმოგრძოთ რადიო მედიის დღის არხის ფორმატში მუშაობას სტუდიაში ჩვენ ანალიტიკოს ბატონ გიორგი ხაჯაიას მასმენელს გამარჯობა. გამარჯობათ, მივესალმებით თქვენს მსმენელს. მადლობა ბატონ გიორგისთან ერთად ჩვენ მიმდინარე შიდა პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ პროცესებს გამოვეხმაურებით და წუხანდელ შემდეგ, ასე ვთქვათ, მთავარი თემა არის კიდევ უფრო გამკაცრება გრანტების შესახებ კანონისა, ანუ ცვლილებების შეტანა, ამ ცვლილებებს გამკაცრება დაფასებენ ოპოზიციურ სივრცეში, საზოგადოების გარკვეული წარმომადგენლები და ფაქტია, რომ კანონის ცვლილება სხვა მოცემულობას იძლევა. მანამდე ჩვენ ვიცით, იგივე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა იყო დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით, მით უმეტეს ვართ ამ მოცემულობაში, როდესაც პოლიტიკური პოლარიზმი გაგვაჩნია. ჯერ ის იყო, ასე ვთქვათ, შეფასების საგანი, არც ისე დიდი იყო, ვთქვათ, мотиваცია ოპოზიციურ სპექტრს გულისხმობდა და ახლა ერთვება აი ამ პროცესებს ეს თემატიკა. აი ამ ორი საკითხის შეფასებით დავიწყოთ ჩვენი დიალოგი და ამ პრიზმაში დავინახოთ მიმდინარე შიდა პოლიტიკური პროცესები. კი ბატონო, პირველი რომ დავიწყოთ პრემიერის პირველი ინიციატივით დისკუსიასთან დაკავშირებით, ჩვენ რო გავიხსენოთ, მე მგონი დაახლოებით 2024 წელი იყო, როდესაც დამძიმდა ვითარება, გულისხმობ არჩევნების შემდგომი პერიოდი, როდესაც ქუჩაში გამოვიდნენ ეს გარე ძალების მიერ დაფინანსებული დემონსტრანტები და აკეთეს ყოლა ამორალური საქციელები, მაშინ განსამუხტად ასე ვთქვათ, პრემიერმა თქვა სიტუაციის განსამუხტად, რომ მზად იყო დიალოგისათვის და მაშინ გამოთქვა, ანუ ცოტა შორიდან რომ დავიწყოთ, გამოთქვა მზაობა, როგორც მახსოვს, პაპუნა ჯანელიძე იყო და კიდევ ერთი ქალბატონი ხიდაშელი იყო დიალოგთან დაკავშირებით. მაშინ ისეთ ქოქოლა დააყარეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამ ადამიანებს, რომლებიც თვითონ ოპოზიციის წიაღში გადაინაცვლეს ხელისუფლებიდან, რომ ორივე მოარი განაცხადა. რატომ გავიხსენე ეს საკითხი? დღეს, როდესაც ბატონმა კობახიძემ თქვა, რომ აუცილებელია დისკუსია, აუცილებელია შესაძლებლობის ის ფანჯარა დავინახოთ, რომ დებატები არსებობდეს და დებატების სივრცე კვლავ დაბრუნდეს ქართულ პოლიტიკურ დღის წესრიგში და სატელევიზიო დღის წესრიგში, ძალიან ბევრმა ოპოზიციურად განწყობილმა სუბიექტმა იგივე ხერხს მიმართა და არაჯანსაღი კრიტიკა ჩვენ გვესმის, როგორც სატელევიზიო სივრცეებიდან მათი მხრიდან, ასევე სოციალურ ქსელში. გამომდინარე აქედან, ჩვენ რომ ეს განვიხილოთ, თუ რას მოგცემს ეს სადისკუსიო, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა, პირველ რიგში დემოკრატიის სიჯანსაღისათვის, როგორც ამას ერთ-ერთ ფილოსოფოსი უწოდებდა, შეიძლება ითქვას, რომ მედია სივრცე არის დემოკრატიის აირი და ის გასაღები და ის ინსტრუმენტი, რომ შენი სათქმელი მიიტანო ამ მრჩევლის ყურამდე, ხო? ეს არის ის იდეალური შესაძლებლობა, რომელიც პირდაპირ მიმართულია, რომ საზოგადოება უფრო მეტად იყოს ინფორმირებული და იმ ვაკხანალიაში პოლიტიკურში, რაშიც დღეს იმყოფება და სურთ რომ ჩააგდონ ჩვენი ქვეყანა, განსაკუთრებით გარე ძალების დახმარებით და ჩართულობით და მათ მიერ დაფინანსებული ტელევიზიების საშუალებით თუ რაღაცა სოციალური მედიის საშუალებით, მიეცეს ჩვენს ქართულ ხალხს იმის შესაძლებლობა, რომ გაიგოს თუ რომელი პოლიტიკური ძალა, თუ რომელი პოლიტიკოსი არის, მათთვის მისაღები, ვიზე უნდა გააკეთონ ფსონი და ვინ უნდა იყოს, ასე ვთქვათ, მათი ბედის პოლიტიკურ კონტექსტში გულისხმობ წარმმართველი, ხო? ვინ უნდა იყოს, ასე ვთქვათ, ხელისუფლებაში და ასე შემდეგ. ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა, ძალიან დროულია, შეიძლება ითქვას, ვინაიდან და რადგანაც ის ნიჰილისტური დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით ერთხელ და სამუდამოდ იყოს აღმოფხრილი და ამაში მე ვერ ვხედავ პირიქით სიჯანსაღისა და ასე ვთქვათ განვითარების თვალსაზრისით ეს შესაძლოა მივიღოთ ერთ-ერთ კარგ მექანიზმად და საშუალებად, რომ დაუბრუნდეს პოლიტიკური დისკუსიები და პოლიტიკური დებატები ქართულ სატელევიზიო დღის წესრიგს. გამომდინარე აქედან ახლა მანდ არის კიდევ ერთი რამ გასათვალისწინებელი, რომ ეს არის ერთი არის შეთავაზება, მეორე არის თუ რამდენად სურთ რომ ეს შეთავაზება მიიღონ, იმიტომ რომ მათ ჩვენო გავიხსენოთ რა არის ყველაზე კარგი ინდიკატორი პოლიტიკური ძალისათვის, ხომ? ყველაზე კარგი ინდიკატორი არის არჩევნები. მათ მონაწილეობა არ მიიღეს არჩევნებში და რატომ ვამახვილებ მე ყურადღებას არჩევნებზე, როდესაც ჩვენ პოლიტიკური გუნდი გვია, როდესაც ჩვენ გსურს რომ
ხალხს თხოვო ლეგიტიმაცია და მანდატი აუცილებლად შენ პოლიტიკური დღის წესრიგი და შენი პოლიტიკური გეგმა უნდა შესთავაზო საკუთარ ამომრჩეველს ამ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს ხომ მათ ჰქონდათ 2025 წლის არჩევნებზე განსაკუთრებით გაცხადებული პოზიცია ნულოვანი პასუხისმგებლობით დაგვაბრუნდეთ ხელისუფლებაში. მათ ის კი ვერ გაიაზრეს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე არჩევნებით ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებოდნენ, მაგრამ ის პოზიცია, რაც მათ კაფიო ჩამოგვიყალიბეს ქართველ ხალხს, ნულოვანი პასუხისმგებლობით ხელისუფლებაში დაბრუნების წყურვილი, რაც რა თქმა უნდა არ გამოვიდა და ვერც გამოვუვად, იყო ის გაცხადებული პოზიცია, რომ მათ არანაირი პოლიტიკური დღის წესრიგი და გეგმის შეთავაზება გარდა სიცრუის ტირაჟირებისა და ფარსისა უბრალოდ არ შეუძლიათ. გამომდინარე აქედან, რატომ ვახსენე 2025 წელს არჩევნები, 2024 წელს არჩევნები. რატომ ვახსენე ის ფაქტი, რომ როდესაც გამოთქვა ორმა ყოფილმა თანამდებობის პირმა დებატებში მონაწილეობის სურვილი, უცებ ქოქოლად დააყარეს. ჩვენ გვახსოვს ის იაფასიანი პოპულისტური განცხადებები მათი მხრიდან ძალიან ბევრი, ამიტომ ვფიქრობ, რომ ერთია შეთავაზება, მაგრამ მათი მხრიდან ისეთი განცხადებები ისმის, რომ რაღაცა უფრო პესიმიზმით შესაძლოა შეინიშნებოდეს ჩემში, ვინაიდან და რადგანაც მაქსიმალურად ეცდებიან, რომ ეს შეთავაზება უგულებელყონ, ვინაიდან მათ სათქმელი ქართულ ხალხთან არაფერი არ აქვთ. თქვენი მეორე კითხვა რაც შეეხება იმას, რომ გრანტების საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვახსოვს, როდესაც გამჭვირვალობის კანონის შესახებ კანონს იღებდნენ, თუ რა პროტესტი მოყვა ისევ და ისევ ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფების მხრიდან და ამაში აიყოლიეს ბევრი გულწრფელი ადამიანი, ისინი უწოდებდნენ რუსულ კანონს, მაგრამ საბოლოო ჯამში დამტკიცდა, რომ ამასთან რუსულ კანონთან არანაირი საერთო არ ჰქონდათ და შემდეგ მათი მცდელობები მხოლოდ მცდელობებად დარჩა, მაგრამ რაღაც დონეზე მაინც მოახერხეს მავნებლობა და რეპუტაციული ზიანი რაღაც მხრივ მაინც მიაყენეს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს და ჩვენს ხელისუფლებას, ხომ? ანუ ის რუსული კანონი, რაც აპროტესტებინეს ამ ადამიანებს, მარტივად რომ მავხსნათ, რუსული არ აღმოჩნდა. რაც შეეხება მაგრამ რაც შეეხება გუშინდელ განცხადებას, რომ როდესაც დაიწყება საგაზაფხულო სესიები, მაშინ უნდა მიიღონ ცვლილებები, უნდა შევიდეს სამართლებრივი ამ კანონებთან დაკავშირებით, მე მაქვს ესეთი განცდა. და როგორ უყურებ ამ საკითხს, მინდა რომ მარტივად გადმოვცე საზოგადოებისთვის, მაშინ როდესაც რუსულმა კანონმა რაღაც დონეზე იმუშავა, მაგრამ მოხდა ისე, რომ ამ რუსული კანონი ბოდიში შეიძლება ითქვას ეს გამოიყენონ რაღაცნაირად, ხო? ჩემმა ოპონენტებმა, რასაც ესენი უწოდებდნენ რუსულ კანონს, ამ რუსულთან საერთო არაფერი არ ქონდა და კოპი პეისტით იყო გადმოტანილი, ასე ვთქვათ, ამერიკული ფარადან. ეს უკვე შემდეგ ვარიანტი, ხო, დიახ, შემდეგ ვარიანტი, ანუ ერთ კანონის შემდეგ ფარადს ხო, ასე ვთქვათ, მიიღეს. მაინც მოახერხეს გარეძალებმა, რომ რაღაც მხრივ დაფინანსებები შემოსულიყო საქართველოში და რამდენივე რევოლუციური პროცესის მოწყობა სადეს ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ეს ყველა ძალიან კარგად გვახსოვს. აი ბოლო იყო, მე მგონი, რაღაცა ფინური რევოლუციაც რო დავარქვით, ხო? გამომდინარე აქედან სრულად ლოგიკურია და მართებულია ის, რომ შესაძლოა მიიღო კანონი, შესაძლოა გადამოიტანო კანონი შენს ქვეყანაში, მაგრამ ამ კანონსაც დასჭირდეს დახვეწა და ამ კანონსაც დასჭირდეს, რომ რაღაცნაირად უფრო მეტად მოქნილი იყოს და უფრო მეტად ეფექტური იყოს. ვფიქრობ, რომ გუშინდელი ბატონი კერცხალიას განცხადება სწორედ ამას ემსახურება, რომ ყველანაირად მაქსიმალურად ის ფანჯარა დაიხუროს, რომლითაც სარგებლობენ ისევ და ისევ სარგებლობენ რაღაცა გარე აქტორები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ჩვენს ქვეყანაში არეულობით და დაინტერესებულები არიან იმით, რომ მათი პროპაგანდა და მათი პოლიტიკური დღის წესრიგი და მათი ჩანაფიქრი დააფინანსონ და გაატარონ, ასე ვთქვათ, ქართულ საზოგადოებაში და ამიტომ ეს საგანგაშოს ვერაფერს ვერ ვხედავ, მაგრამ იმეც ვიტოვებ, რომ ჩვენ მოვისმინეთ ის ინიციატივები, რაც უნდა განხორციელდეს, როდესაც შეიკრიბება საქართველოს პარლამენტი, მაგრამ ამავდროულად იმეც ვიტოვებ იმისა და მე თითქმის, რა ვიცი, დარწმუნებულიც კი ვარ, რომ ეს კანონი ევროპულ ღირებულებებს კონსტიტუციურ ჩარჩოებს რასაკვირველია და იმ ფასეულობებს, რომელიც ჩვენთვის და ქართველი ხალხისათვის და
ჩვენი თუნდაც მეგობრებისათვის, გარე მეგობრებისათვის, ვინც ნამდვილად მეგობარია, მათ ღირებულებებთან თანხwebdriverში იქნება და არ იქნება, ასე ვთქვათ, манипуляციის ფანჯარა დატოვებული არც ოპოზიციურად განწყობილი ადამიანებისათვის, არც იმ დემონსტრანტებისათვის, რომლებიც ჩვენ გვახსოვს პარლამენტის წინ და არც ჩასაფრებული ადამიანებისთვის, ვინც ეხლა დარწმუნებული ვარ, რომ წერტილმძიმეთი აკვირდება ამ კანონის შინაარს და ელოდება თუ როდის განიხილავს ამას და დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. მე ამ ჭრილში ვუყურებ, ვინაიდან და რადგანაც ის კანონი ნამდვილად დასახვეწი იყო და უფრო მეტი დამატებითი მექანიზმს საჭიროებდა, იმიტომ რომ მიღების შემდეგ ჩვენ მაინც ვნახეთ მცდელობები გარეჩარევის, გარედაფინანსების და პირდაპირ მოწოდებები, მათ შორის ელჩების მხრიდანაც კი. გარე პარტნიორების თემას დაუბრუნდებით, თუმცა მანამდე ეკონომიკური, სოციალური, მაგრამ ასევე პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხი, რომელიც კიდევ ერთი განხილვის საგანია და ამ მიმართულებით სამუშაო ჯგუფებიც არის შექმნილი, თქვენ როგორ უყურებთ ფასების რეგულირების შესაძლებლობას და როგორ განიხილავთ ეფექტიანობას უკვე დაწყებული თუ საკომისიო საქმიანობისა თუ მომავალში არ ვიცი. ნახეთ, მე შემიძლია ორი განცხადება გავიხსენო. პირველი, ბატონი ივანიშვილის განცხადება, რომელმაც გააკეთა ძალიან მკვეთრად და მკაფიოდ, რომ დაუნდობელი ბრძოლა იქნება კორუფციის წინააღმდეგ და მეორე, ბატონ პრემიერის განცხადება, რომელმაც ასევე დაადასტურა, რომ დაუძინებელ ბრძოლას გამოაცხადებს თვითონ როგორც აღმასრულებელი ორგანოს და საქართველოს პირველი პირი ყველანაირი კარტერული გარიგებების წინააღმდეგ და კორუფციის წინააღმდეგ, ხო? მე მივიჩნევ და რამდენიმე გადაცემაშიც ვისაუბრე, რომ თუ მოხდება კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა, თუ მოხდება დივერსიფიკაცია, ასე ვთქვათ, ბაზრის შესწავლა და ამაში ჩართულები არიან, როგორც ვიცი, დარგის ექსპერტები, ის ადამიანები, ვინც კომპეტენტურები არიან, ფიქრობ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი, ვინაიდან შეიძლება ჩავთვალოთ კი არა, ასეც არის, რომ ხელისუფლების ეს ნაბიჯი პირდაპირ თითეული საქართველოს მოქალაქის ჯიბეზე და ცხოვრებაზე აისახება, ხო? აი ჩვენ მოусმინეთ, როგორც მახსოვს, გუშინ გამოვიდა ერთ-ერთი მსხვილი ფარმაცევტული კომპანიის გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი და მანაც თქვა, რომ დროული იყო მთავრობის ჩარევა ამ საკითხთან დაკავშირებით და მაქსიმალურად არსებობს იმის მზაობა, რომ აი მედიკამენტებზე თუნდაც რაღაცა ფასების შემცირების წინაპირობები გაჩნდეს, ხო? გამომდინარე აქედან ის ფაქტორი, რომ ეხლა ოპოზიციაში არიან მწვრთნელად განწყობილი ამ ყველაფრის მიმართ, ეს რისგან არის გამოწვეული თავშივე, როგორც კი თქვა ბატონმა კობახიძემ, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ კომისია იმასთან დაკავშირებით, რომ აი ეს საკითხები იყოს გავლილი, განხილული და ჩვენი მოქალაქეების ხვალინდელი დღე უფრო გახდეს უკეთესი და შეძლონ ამ ადამიანებმა ღირსეული ცხოვრება, ხო? პირდაპირ თავშივე განიზრახეს, რომ ამ კანონის და ამ მიმართულების დისკრედიტირება უნდა მოეხდინათ და ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ წარმოუდგენელია, იმიტომ რომ რასაც დღეს აკეთებს ის კომისია, რომელიც შეიქმნა და მომავალში კიდე რამდენიმე კომისიის შექმნა, როგორც ვიცით, დაანონსებული, ხომ? პირდაპირ თითეული მოქალაქის, ანუ ხელისუფლება იქცა თითეული მოქალაქის, ასე ვთქვათ, მცველად ამ ადამიანების თავდასხმების თავიდან აცილების გამო და რა ვიცი, მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, იმიტომ რომ ისეთი ხალხი არის ზოგადად ჩართული, რომ ვაკვირდებით, ხომ, ამ კომისიებს და რომ ვაკვირდებით იმ მიმდინარეობებს, როდესაც პრემიერთან მიმდინარეობს შეხვედრები, რომ პოზიტიური მოლოდინი მაქვს, რომ ეს კარტერული გარიგებები თუ სადმე არსებობდა და თუ არსებობს და რაღაც იქნება აღმოფხვრილი და როდესაც ოპოზიცია საუბრობს კარტერულ გარიგებებზე, ცოტა სასაცილოა, ვინაიდან გადახედონ, აი არ მინდა გარდაცვლილ ადამიანზე საუბარი, მაგრამ თუ ვინმე დაუდო ფუნდამენტი კარტერულ გარიგებებს, ერთ-ერთი იყო ბენდუქიძის დროინდელი ნაციონალური მოძრაობა, აი მაშინ ეს გახდა რაღაცა ახალი აღმოჩენა რა მათთვის და მაგის შემდეგ გავიხსენოთ კეზერაშვილი და ზოგადად რა ხდებოდა ნაციონალური მოძრაობის დროს ბიზნესში და თუ ვისი შექმნილი სისტემა არის ძირითადად ეს კარტერული გარიგებებით манипуляცია ბაზარზე და როგორც ერთი მოქალაქე ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი ამ პროცესებთან დაკავშირებით და ვნახოთ დაველოდოთ შედეგებს
ძალიან ისე არიან როგორც ვისმენთ განცხადებებს რომ იმედიანად და სანამ არ დადგება რეალური შედეგი უბრალოდ ძნელია ხო ძნელია ასე თქვა შეფასების გაკეთება. თან ეს არ არის ისეთი პროცესი რომ ჯადოსნური ჯოხის ერთი აქნევით. რა თქმა უნდა, სანამ კონკურენცია უნდა შეიქმნას და უნდა მოხდეს ასე ვთქვათ ისე რომ არც პატარა ბიზნესი დაზიანდეს და რაც დიდი ბიზნესმა კიდე თავი იგრძნონ რომ თითქოს სახელმწიფო კი არ ერევა, არამედ სახელმწიფო მათგვერდით არის. რაც შეეხება გარე აქტორებს თუ პარტნიორების თემას დაუბრუნდეთ, ჩვენ ამასობაში ვაკვირდებით რომ მით უმეტეს ტრამპის ადმინისტრაციის გლობალურ პოლიტიკაში ცალსახა თამაში, რომელიც ასე ვთქვათ იმყარებს სიტუაციას გლობალურ სივრცეში ჩინეთთან ურთიერთობის საბოლოოდ გასარკვევა და ასე ვთქვათ, ამ ყველაფრის ფონზე ჩინეთთან კომუნიკაცია ცალკე განხილვის შეფასების საგანია. ამასობაში ჩვენ ვაკვირდებით ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ჩინეთში. კანადის პრემიერ-მინისტრი. მანამდე ურსულა ფონ დერ ლაიენს. ხო, კი. ანუ და განცხადებები ევროპული მაღალი რანგის ბიუროკრატების მხრიდან. ჩვენ ვიცით ტრამპის დამოკიდებულება იგივე მეზობელ კანადის მიმართ როგორ გამოხატა და რა თქმა უნდა ევროპელი პოლიტიკოსების ვიზიტსა და განცხადებებსაც რომელიც დადებითი ტონალობით არის ჩინეთის მიმართ ასევე ის ხვანაირად შეხედავს, მაგრამ ვართ საერთო სხვა მოცემულობაში რომ აი როგორც კი ეს ინფორმაციები ახლა განხილვის საგანია მართლ პანტიაში ამბობენ რომ როდესაც ბევრად უფრო ადრე იგივე ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს და საერთოდ სხვა სიბრტყეში გადავიდა კომუნიკაცია, ამის გამო იგივე ევროპელების მხრიდანაც კრიტიკის საგანი იყო საქართველო. და ახლა ცოტა სხვა მოცემულობა, ანუ გეოპოლიტიკური თუ გეოეკონომიკური საჭიროება კარნახობს ყველას ბევრ რამეს. აი ამ ჭრილში როგორ შეაფასებთ იგივე საქართველო ბრიუსელის კომუნიკაციას. ანუ ძალიან მარტივია რა საკითხი, რა ჩვენ უკვე მრავალი წლის განმავლობაში, მაგრამ ბოლო წლებში განსაკუთრებით აი ჩინეთთან როდესაც დავიწყეთ ჩვენ ღია პარტნიორული ურთიერთობები და განვაცხადეთ ჩვენი მკაფიო პოზიცია რომ თუნდაც ანაკლიის სპორტთან დაკავშირებით უდიდესი ინვესტიციას ჩადებდა ჩინეთის მთავრობა ევრობიუროკრატების მხრიდან, მათ შორის ურსულა ფონ დერ ლაიენის მხრიდან, მათ შორის იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც დღეს რაღაცა გზებს ეძებენ და დიდ რამებს უმღერიან სინ ძინპინს, ხო? და ჩასული არიან, რომ რაღაცა თავიანთი ქვეყნისა და ზოგადად ევროკავშირის და ჩინეთის ურთიერთობები ახალ საფეხურზე გადავიდეს, ხო? მაშინ ეს ადამიანები იყვნენ პირდაპირ თითისქნევით მოგვიწოდებდნენ, რომ ჩინური ინვესტიცია აქ არ უნდა განხორციელებულიყო, ხო? მაშინ საუბრობდა ხელისუფლება, თუნდაც ხელისიკეთის მომტანი იქნებოდა და მე მგონი თქვენთან გადაცემაში ვიყავი როდესაც ვახსენე კიდევაც რომ თუ ახალი შესაძლებლობის ფანჯარა გაიხსნება და ეკონომიკურად ჩვენ ვიცით ჩინეთი როგორი მძლავრი სახელმწიფოა და ისიც ვიცით პორტების ნაწილს თუ შევხედავთ რომ დაახლოებით მსოფლიოში უმსხვილესი პორტები რაც კი არის 50%-ზე მეტს ასე ვთქვათ ან ჩინეთი განკარგავს და ან მინიმუმ თავისი პროცენტული წილიც აქვს ხო ამ პორტებთან დაკავშირებით და ჯერ ვერ ვნახე მე ქვეყანა რომელიც ჩინეთთან ეკონომიკურად დაკავშირებული იყო და იმ ქვეყანას საეგო მაგრამ რასაკვირველია საქართველოს ხომ ეს ადამიანები ზოგადად ევრობიუროკრატები თავიანთ ვასალად განიხილავდნენ და ბაჩანჩალაერი უნდა ყოფილიყო მაგრამ როდესაც საქართველოს მკაფიო პოზიცია აჩვენა და დაუპირისპირა რომ და ითამაშა პრაგმატულად იმასთან დაკავშირებით რომ ჩვენ გვჭირდება ჩინეთი ჩვენ გვჭირდება ჩინური ინვესტიციები ჩვენ გვჭირდება ასე ვთქვათ ჩინური ტვირთები ხომ ვინაიდან და რადგანაც ჩვენი ეკონომიკა შეივსოს უფრო მოღონიორდეს უფრო გაძლიერდეს და ჩინეთი როგორც პარტნიორი ჩვენ გვჭირდება და ჩვენ სახელმწიფოს გვჭირდება და დღესაც იმაზრზე ვარო ძალიან კარგია თუ ჩინური ტვირთები შემოვა საქართველოში და თუ ასე ვთქვათ ანაკლიის სპორტს ერთხელ და სამუდამოდ მიეცემა იმის შესაძლებლობა რომ ეს პროექტი შედგეს და განხორციელდეს როგორც თავდაცვის მიმართულებით ისე ეკონომიკური მიმართულებით ეს ძალიან კარგია ვინაიდან და რადგანაც გაჩნდება ბევრი სამუშაო ადგილი და ვინაიდან და რადგანაც ეკონომიკაში შემოვა ის დოვლატი რითიც ისარგებლებს საქართველოს თითეული მოქალაქე ხომ ამაზე თითისქნებით გვესაუბრებოდნენ და გვეუბნებოდნენ რომ ჩინეთთან ურთიერთობა პირდაპირ რუსეთთან ზოგი არ მოერიდა და თქვენ თუ გახსოვთ განცხადებები პირდაპირ ამბობდა რომ ვინაიდან და რადგანაც ჩინეთსა და რუსეთს კარგი ურთიერთობა აქვთ პირდაპირ რუსულ ინვესტიციად ნათლავდნენ რა ბევრი იყო ესეთი ადამიანი ჩვენსა და ჩინეთთან ასე ვთქვათ ურთიერთობას დღეს რას ვხედავთ რომ სინ ძინპინთან ასწრებენ ერთმანეთს კარებში შესვლას როგორც დიდი ბრიტანეთი ის დიდი ბრიტანეთი რომელიც თითისქნევით გველაპარაკებოდა და სანქციებზე გვესაუბრებოდა
დღეს ხედავთ რომ ჩინეთიო ერთ-ერთიო სერიოზული მოთამაშე არისო და დიდი ბრიტანეთსა და ჩინეთს შორისო უნდა იყოსო ძალიან მჭიდრო ურთიერთობა. Урсула фон дер Лайენი მისი განცხადებები გვახსოვს. რომელი ერთი გავიხსენოთ, ხომ? სინ ძინპინთან არის. კანადა სინ ძინპინთან არის. ტრამპი პირდაპირ ამბობს რომ ეს არის ჩემი მეგობარი და მე არ ვაპირებ რომ ამ ადამიანთან და ზოგადად ჩინეთთან გეოპოლიტიკურ უდიდეს მოთამაშესთან ურთიერთობები გავაფუჭო. პირიქით უნდა გავაღრმავო, ხო? ჩვენ ვინა ვართ? დღესაც გამოჩნდა ნათლად და ამაში ღიად და მკაფიოდ ვეთანხმები, რომ ის იყო პრაგმატული ნაბიჯი, რაც ქართული ოცნების ხელისუფლებამ გადადგა ჩინეთთან დაკავშირებით, ხომ? თუ უფრო გაღრმავდება, რას საკვირველია ჩვენთვის და ჩვენი ხვალინდელი დღისთვის, რას საკვირველია უფრო კარგი და მომგებიანი იქნება. ანუ ჩვენი ხსნა რაშია, გავიჩინოთ უფრო მეტი დიდი ინვესტორი, რომელსაც დავაინტერესებთ, საქართველოში შემოვიყვანთ, ფინანსურ ინტერესს გავუჩენთ, ინვესტიციას განვახორციელებინებთ, ვინაიდან და რადგანაც ერთადერთი ჩვენ რაც არ უნდა ვეცადოთ, ეს რომ ყველასთვის გასაგები იყოს, აი Eagle Hills-თან დაკავშირებით რომ მატეხეს ერთი ამბავი, ხომ? ერთადერთი ხსნა ჩვენი ეკონომიკური სიძლიერის ერთ-ერთი გზა სწორედ და ეს არის. რომ რაც შეიძლება მეტი ინვესტორი, დიდი ინვესტორი შემოვიყვანოთ, დავაინტერესოთ და მოვიზიდოთ. რატომ შემოვა ინვესტორი, ხომ? იმიტომ უნდა შემოვიდეს ინვესტორი, რომ ჯერ გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე ძალიან სატრანზიტო შესაძლებლობის ძალიან დიდი ქვეყანა ვართ, კარგი ქვეყანა ვართ და გვაქვს ღმერთმა გვიბოძა ეს ადგილი, რაც გვიბოძა და შემდეგ რაციონალური პოლიტიკის გატარების შემდგომ სიმშვიდით და სტაბილურობით მე მგონი საქართველოსთან კითხვის ნიშანი სოფლიოს გეოპოლიტიკას თუ გადავხედავთ უკვე აღარ არსებობს. ხომ გამომდინარე აქედან რა უნდა ვიფიქროთ, ისევ და ისევ ორმაგი სტანდარტი და ისევ და ისევ საქართველოსთან დაკავშირებით თუ რა უნდათ მაგ ადამიანებს ნათლად გამოჩნდა, იმიტომ რომ არ ჭირდებათ უბრალოდ აი მე მინდა რომ აი ამ ოპოზიციონერ განსაკუთრებით ახალგაზრდების ტვინამდე გავიდეს, რომ აი როდესაც ჯო უილსონის იმედად არიან, როდესაც Урсула фон дер Лайენის იმედად არიან, არ ჭირდებათ ევრობიუროკრატებს ამაყი საქართველოს და ქართველი ხალხის ხილვა, რომელიც თავისი სუვერენიტეტის დამოუკიდებლობის და ფასეულობების დამცველია. აი ძალიან მარტივია პასუხი ამასთან დაკავშირებით, ვინაიდან და რადგანაც ეხა რიგში დგანან, თუ ვინ ჩამოართვებს სინ ძინპინს ხელს და შემდეგ აი სინ ძინპინი როგორი წყალობის თვალით გადმოხედავს ამათ, მაგაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ამას დრო გვიჩვენებს. დიახ, მაგრამ ის განცხადებები ყველამ კარგად გაითავისოს და ყველამ კარგად გაიაზროს თუ რატო აკეთებენ, რისთვის აკეთებენ და რა დროს აკეთებენ. ნუ ლოგიკურია რომ ახლა ეს სულები და პეკინში ასეთი ვიზიტები გასაგებია რომ დიდი გლობალური პოლიტიკის იმ შექმნილი მოცემულობის ერთგვარი პასუხია, რომლითაც ისინი ასე ესაუბრებიან, არ ვიცი, შეიძლება ევაჭრებიან კიდევაც ტრამპს. მაკრონიც იყო მათ შორის, როგორც მახსოვს, საფრანგეთის პრეზიდენტი. ხო და ეს ყველაფერი არის, ასე ვთქვათ, ტრამპის ადმინისტრაციის დასანახად და მასთან გასარკვევად, აი თუ იქ არა, მაშინ აქ და ასე შემდეგ. და გასაგებია, იქ შეიძლება არაფერი განსაკუთრებული დოკუმენტი არ გაფორმდეს, ან რაღაცა ისედაც სერიოზული დოზა აქვს და რაოდენობით აქვს ვაჭრობა აზიის ამ თავარ დიდ ეკონომიკურ ქვეყანას, ჩინეთსა და ევროპის ქვეყნებს, მაგრამ გავიგეთ რომ ეს შეიძლება პოლიტიკური თამაშის ნაწილია, თუმცა ჩვენი ინიციატივაც, რომელიც სტრატეგიული ჩვენს პოლიტიკურ თამაშს თამაშობთ, ხო? ანუ საქართველოს პოლიტიკურ თამაშს თამაშობს. გულისხმობდა ეს პოლიტიკური თამაშის ნაწილი იყო, დიდი პოლიტიკური თამაშის, ხო? ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ დიდი პოლიტიკური მოთამაშეების გვერდით ვიყოთ და ეს ვფიქრობ, რომ ძალიან ამბიციური და ჯანსაღია. ვინაიდან და რადგანაც აი კიდევ ერთხელ ვიტყვი რა, დიდ პოლიტიკურ მოთამაშეებს შესაძლოა რომ საქართველოს იყოს პატარა ქვეყანა, მაგრამ საქართველოს მაჩანჩალა ქვეყანა არასოდეს არ ყოფილა და არასოდეს არ უნდა იყოს. და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი სუვერენიტეტის გამტკიცებისა და დამოუკიდებლობის დაცვის ხარჯზე და ხარისხით, ასე ვთქვათ, იმ ადამიანებს რაღაცა პარტნიორული ურთიერთობების და პარტნიორული როლი გქონდეს და არ გქონდეს რაღაც თითისქნევით რო გველაპარაკებოდნენ და ეს ჩვეულებრივი ყველა თავმოყარე სახელმწიფომ ამისთვის უნდა იზრუნდოს, ხო? მით უმეტეს, როდესაც ასეთი პროცესები მიმდინარეობს, ყველა ქვეყანამ უნდა მოახერხოს ახალი შესაძლებლობების და ტრამპის ადმინისტრაციას შეეხეთქვენ და ტრამპს შეეხეთ, ხო? ვფიქრობ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც კაფიო სიგნალები უნდა წამოვიდეს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, იმიტომ რომ რაც ტრამპმა დაიკავა ოვალური კაბინეტი ყველანაირ ნაწილში, ღირებულებით ნაწილში, პოლიტიკურ ნაწილში, ხომ? იმ ხედვის ნაწილში პირველ რიგში, რაც ტრამპს ფასეულობების, ხომ?
რელიგიურ ნაწილშიც კი სრულ თანხმედრაში ვარ და უფრო ადრე დაიწყო. ეს არ უნდა დავუკარგოთ ჩვენ კაცო, უნდა გავაკრიტიკოთ კიდევაც, რაც გასაკრიტიკებელი იქნება ხელისუფლების მხრიდან და არ არსებობს ხელისუფლება, რომ გასაკრიტიკებელი ვერ მოვუძებნოთ, მაგრამ იმ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ სანამ ტრამპი დაიწყებდა და ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან, როდესაც თავდასხმების ქარიშხალი მოდიოდა, თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ, ჩვენზე, საქართველოზე და ქართულ ხელისუფლებაზე უფრო ადრე დაიწყო იმ ღირებულებებისათვის ბრძოლა, ვიდრე ტრამპმა დაიწყო და როდესაც ჩვენ სრული თანხმედრა გვაქვს და როდესაც ჩვენ არავის არ დაავიწყდეს, რომ იმ მისიებში, რაც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ქართველი ბიჭების სისხლი არის დაღვრილი, ხომ? ვფიქრობ, რომ ორმხრივ პარტნიორობას და ურთიერთობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან წინ არაფერი არ უდგას და დროულიც არის ის განცხადებები, რასაც ჩვენ ვისმენთ ხელისუფლების მხრიდან. და დროულიც არის ის რაღაცა გაყურება, რასაც წარმოთქვამენ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდანაც კი. გასაგებია, პროცესები გვაჩვენებს როგორ ფორმას მიიღებს ეს ყველაფერი, როგორ განვითარდება. მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ შესაძლებლობისთვის. შევახსენებ, რომ ანალიტიკოს გიორგი ქაჯაიას მასპინძლობთ რადიო იმედის სტუდიაში, რადიო იმედის დღის არხის ფორმატში განვაგრძოთ მუშაობას, წინ მორიგი საინფორმაციო გამოშვება გელოდება ზუსტად 10 წუთში.